Zelensky wants to make it. ზელენსკის შეთანხმების დადება სურს. არ ვიცი, პუტინსაც თუ სურს, შეიძლება არ უნდოდეს, არ ვიცი. გარიგება უნდა დაიდოს. ფიქრობ, რომ რუსეთს ანადგურებს გარიგების არ დადებით. ჩემი აზრით, რუსეთი დიდ პრობლემებში გაეხვევა. შეხედეთ მათ ეკონომიკას, შეხედეთ ინფლაციას რუსეთში. შევხედეთ და რუსეთისთვის კარგი ნამდვილად ვერაფერი დავინახეთ. ქვეყანა ახლა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს უახლოვდება, რომელმაც შესაძლოა ჩამოაქციოს საკრედიტო და საბანკო ბაზარი. ასეთია როგორც ევროპელი ეკონომისტების, ისე ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსეთის მკვლევრის კრეიგ კენედის შეფასება. ანალიტიკური ყოველკვირეული წერილის Navigation Russia-ს ავტორი ვრცელ კვლევაში რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ფარული სქემის შესახებ ყვება და აღნიშნავს, რომ მას უკვე შეექმნა საკრედიტო კრიზისის წინაპირობები. სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის არასაბიუჯეტო დაფინანსება პუტინმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს სპეციალური განკარგულებით დაუშვა. განკარგულებამ საშუალება მისცა მთავრობას აეძულებინა ბანკები გაეცათ კრედიტები სამხედრო ინდუსტრიული ობიექტებისთვის დაბალ საპროცენტო განაკვეთებში. შედეგად 2022 წლიდან რუსეთის კორპორაციული დავალიანების მაჩვენებელი ანომალიურად 411 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 19%-ს აღემატება. ეს თანხა საგრძნობლად აჭარბებს რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლებს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან და ასევე პირდაპირ სამხედრო ხარჯებს. კორპორაციული დაკრედიტების მთლიანი მაჩვენებლის 70%-ზე მეტი კი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის საწარმოებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორის დაფინანსება სრულად არ მიდის ომთან დაკავშირებულ პროდუქციასა და სერვისებზე. საუბარია დაახლოებით 250 მილიარდ დოლარზე, რაც უტოლდება ფედერალური ბიუჯეტის მიერ თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე გაწერილ ხარჯებს. გასული წლის მეორე ნახევარში ამ სქემის შენარჩუნება დრამატულად გართულდა. კორპორაციული დაკრედიტების ზრდა ასტიმულირებს ინფლაციას, რომელმაც უკვე 9.5%-ს მიაღწია და თავისთავად ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების აღმასვლას. ჩნდება მოლოდინი, რომ სახეზეა სისტემური საკრედიტო კრიზისის სერიოზული რისკი. სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი დაკრედიტებით ისარგებლოს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ისეთმა საწარმოებმა, რომლებსაც არ აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, განიცდიან ფინანსურ სირთულეებს და რომელთათვისაც რთული იქნება ვალების მომსახურება თავდაცვაზე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შემთხვევაში. ამავე დროს, როგორც Financial Times ეკონომისტები უწყებიან, კორპორაციული დაკრედიტების ამგვარი ზრდა შესაძლოა სულ მალე რუსეთის საბანკო სისტემის კრახში გადაიზარდოს. ევროპელი ეკონომისტების შეფასებით კი ქვეყანა შესაძლოა ფისკალურ კრიზისამდე მივიდეს. სტატისტიკა ამას მარტივად მოწმობს. ეროვნული სიმდიდრის ფონდის ლიკვიდური აქტივები ომის დაწყების და შესაბამისად სამხედრო ხარჯების ზრდის შედეგად საგრძნობლად შემცირდა. 2021 წელს თუ ის 117 მილიარდი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 31 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ხარჯვის ამჟამინდელი ტემპით კი ამ შემოდგომისთვის ლიკვიდური ფინანსური რეზერვები რუსეთმა შესაძლოა სრულად ამოწუროს, რაც არსებით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. რუსეთის ფინანსური რეზერვები სწრაფად მცირდება და მცირდება შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი ახლა მეორე ომშია, თუმცა ამჯერად სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა. გაჩაღებული ბრძოლა თავისივე ეკონომიკასთან აქვს. ამის მიზეზი კი ისევ პირველ ომში უნდა ვეძებოთ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა ფართო მასშტაბიანმა სანქციებმა შეზღუდა რუსეთის წვდომა გლობალურ ბაზრებზე და ეკონომიკაში ტალღისებური ეფექტი შექმნა. აქტივების გაყინვამ, ასევე ძირითად ინდუსტრიებსა და ვაჭრობაში დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ეკონომიკური საჭიროებების მართვა კიდევ უფრო გაართულა და ქვეყნის რეზერვებზე დამატებითი ზეწოლა შექმნა. სანქციების დამაზიანებელ ეკონომიკურ გავლენაზე საუბრობს რუსეთის მსხვილი ბიზნესიც. მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, რომ სანქციები ეკონომიკისთვის სასარგებლოა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის ნოემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება და მეტიც, მსხვილი რუსული კომპანიების ტოპ მენეჯერების თითქმის 70%-მა აღიარა, რომ მათმა საწარმოებმა თუ კომპანიებმა სანქციების შედეგად მძიმე დარტყმა მიიღო და სერიოზულად დაზარალდა. სანქციებიდან რაიმე სარგებელი კი არც ერთმა ტოპ მენეჯერმა არ დაადასტურა. თუ რუსეთი სვლას ასეთივე გზით განაგრძობს, ექსპერტები 2025 წლისთვის მძიმე ფინანსურ შედეგებს პროგნოზირებენ, მათ შორის არც დეფოლტის საფრთხე გამოირიცხება, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუსეთის ეს სისუსტე ახლა დასავლეთმა უნდა გამოიყენოს და დააყენოს პუტინი არჩევანის წინაშე. ომის გაგრძელება ან ძალაუფლების შენარჩუნება. ბოლოს და ბოლოს ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება.
მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაასრულებს.